საინჟინრო დარგების განვითარება საქართველოში სწორედ ასე ეწოდება მერაბადეიშვილის ახალ წიგნს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ქართული ინჟინერიის ისტორიის ნამდვილი სახელმძღვანელოა. ეს წიგნი სტუდენტებსა და თუ უბრალოდ ამ დარგით დაინტერესებულ ადამიანებს სრულყოფილ წარმოდგენას შეუქმნის ქართულ ინჟინერიაზე და მის განვითარებაზე, ანუ იმ დარგზე, რომელზედაც საქართველოს დიდწილად არის დაყრდნობილი. წიგნის პრეზენტაცია გუშინ 29 აპრილს სიმბოლურად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა იმ ადგილას, სადაც წლების განმავლობაში ბატონი მერაბი სტუდენტებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საინჟინრო კადრების სამჯადო. ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყანა საქართველო არის ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების და პროფესორ-მასწავლებლების მიერ აშენებული. ამ უნივერსიტეტის ერთ-ერთი საყვარელი შვილია ბატონი მერაბ ადეიშვილი. მისი წიგნის პრეზენტაციაა დღეს მშობლიურ უნივერსიტეტში. ეს არის საინჟინრო დარგების განვითარება საქართველოში. ეს არის მეცნიერებაზე, მშენებლობაზე, იმ საკითხებზე, რომელსაც მთლიანად 100 წლის განმავლობაში ბატონმა მერაბმა ეს ძალიან კარგად შეისწავლა თავის პროფესორ-მასწავლებლებზე, სტუდენტებზე, კურსდამთავრებულებზე. ეს წიგნის პრეზენტაცია შემთხვევით არ არის ამ უნივერსიტეტში, ამიტომ ამ უნივერსიტეტის კიდევ ვიტყვი, რომ აშენებულია ეს ქვეყანა და ამ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებზეც არის ბევრი ნარკვევი, ბევრი მოგონება, ბევრი სიახლე და მისი, ასე ვთქვათ, როგორც კვლევარობისა და პედაგოგობის პერიოდი, ასევე მისი მინისტრობის პერიოდი, როდესაც მან ბევრი ამ სიახლე შემოიტანა საქართველოში და დღეს ჩვენს პროფესორ-მასწავლებლთა და სტუდენტებთან ერთად განვიხილავთ ამ წიგნს და მივესალმებით ბატონი მერაბის ასეთ ჩართულობას დღეს ამ ტექნიკურ ინტელიგენციაში. ძალიან ამაღელვებელია, რომ ამ წიგნის პრეზენტაცია არის ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში, რომელშიც შეიძლება ითქვას, რომ 30 წელზე მეტი გავატარე. რაღაცნაირი ვალდებულება მქონდა იმ თაობების მიმართ, საინჟინრო ინტელიგენციის მიმართ, რომ ეს წიგნი რაღაცნაირად შემექმნა და საიდანაც დაიწყო საინჟინრო განათლება, სადამდეც მივედით მე-20 საუკუნის ბოლომდე, აღმეწერა ყველა იმ ღირსეული პიროვნებით, რომლებმაც აშენეს ძველი თუ ახალი საქართველო. გარდა ამისა, ამას პარალელურად მოყვება იმ შენობების ისტორიები, იმ ნაგებობების ისტორიები, რომლებიც ამშვენებს დღეს საქართველოს და უნიკალური არიან თავიანთი ხასიათით, თავიანთი არქიტექტურებით და თავიანთი, ასე ვთქვათ, მშენებლებით. ინჟინერი ეს არის ის პროფესია, რომელიც არის უმთავრესი ქვეყნისთვის. საინჟინრო სპეციალობა. აი ესეც არის ახსნილი და ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ ისტორიას რომ წაიკითხავს სტუდენტი თუ ახალგაზრდა და გადაწყვიტავს, რომ ის ინჟინერი გახდეს, მე ვფიქრობ, რომ წიგნის მიზანიც მიღწეული იქნება. როგორც